საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ გამოშვებაში ნახავთ. ეროვნული დაზვერვის მიერ ჩატარებული მოკვლევა, რომელმაც ამერიკაში ყველა თემა გადაფარა. ტულსი გაბარდი ეგრეთ წოდებულ Deep States ობამას საწინააღმდეგო მასალების გასაჯაროების ხელშეშლაში ადანაშაულებს. რაბედი ეწევა კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულ და სენატში გადაგზავნილ მეგობარ აქტს. საქართველოს შესახებ მომზადებული მძიმე შინაარსის კანონპროექტს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავენ. მასობრივი აქციები უკრაინის ქალაქებში და ბრიუსელისა და ვაშინგტონის გაფრთხილება კიევს. ანტიკორუფციულ უწყებებთან დაკავშირებული კანონი მასობრივი მღელვარების მიზეზი ხდება. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, დაპირისპირება და რამდენიმე დაკავებული. თვალჭრალიძის ქუჩაზე 5 შენობიდან ადგილობრივების გამოსახლება ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს თვალჭრალიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესი დავის საგანია 5 დაუსრულებელი კორპუსი, სადაც 100-მდე ოჯახია შესახლებული. საუბარია ისანის სამგორის რაიონში აშენებულ და კერძო კომპანიის მიერ შესყიდულ შენობებზე, სადაც მობინადრეებს შორის არიან დევნილებიც. აღსრულების ბიურო კორპუსებს სრულად ამორტიზებულად და საცხოვრებლად საშიშად აცხადებს და პოზიციას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ამყარებს, რასაც უნდობლობას უცხადებენ ადგილობრივები. კერძო მესაკუთრესა და კორპუსებში მცხოვრ ოჯახებს შორის წლების განმავლობაში დავა სასამართლოშიც მიმდინარეობდა, რაც საბოლოოდ ადგილობრივთა განსახლების გადაწყვეტილებით დასრულდა. მობინადრეები კორპუსების დატოვებაზე უარს ამბობენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. შალვა სუმბაძე იმყოფება ადგილზე დილიდან, მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. შალვა, რა ვითარება არის ადგილზე, როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სამართალდამცავებმა კიდევ დააკავეს რამდენიმე ადამიანი. სულ ახლა ხანს კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყო მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ოდნავ მოშორებით. ძირითადად დაპირისპირების მიზეზი ხდება უკმაყოფილო მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ ეკუთვნით გამოსახლება და ამ ბინებს არაფერი აქვს საიმისო, რომ გამოსახლება მოხდეს. მართალია შუა დღისას ჯერ კიდევ დასტაბილურდა შედარებით ვითარება, თუმცა შემდგომ აქ ისევ გააქტიურდა დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. ასევე აქ მოვიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტები, რომლებმაც დაანონსეს ჯერ კიდევ შუა დღეს, რომ უნდა მისულიყვნენ აქ და მხარი დაეჭირათ მოქალაქეებისთვის და სულ ცოტა ხნის წინ ბოლო დაპირისპირების დროს სწორედ ამ აქტივისტებიდან 3 მათგანის დაკავება მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით ეს მოხდა პოლიციელისადმი შეურაცხმყოფელი ქმედების, ასევე დაუმორჩილებლობის ბრალდებით. იქამდე კიდევ 2 მოქალაქე, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, მოვიდა პოლიციის მისამართით. გამოიყენა შეურაცხმყოფელი ფრაზები, რის გამოც კიდევ 2 მოქალაქე უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები დააკავეს. რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რამდენჯერმე მოხდა სიტუაციის დაძაბვა და საბოლოოდ პოლიციელებმა ვითარების განმუხტვა მოახერხეს და შემდგომში უკვე მოქალაქეთა ნაწილმა აქ მცხოვრებლების გადაინაცვლა უკვე სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ აქ იყვნენ, აქ იდგნენ და აქედან აპროტესტებდნენ ყველაფერს, თუმცა ცოტა ხნის წინ, როგორც გითხარით, კიდევ ერთხელ ოდნავ მოშორებით დაიწყება ვითარება მოქალაქეებს შორის. ასევე გეტყვით, რომ აქ მცხოვრებლების ნაწილიც რამდენჯერმე დაუპირისპირდა ერთმანეთს, იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამბობდნენ, რომ ასე ვთქვათ, არანაირი შეთავაზებები არ ყოფილა მოქალაქეთა მისამართით, ასევე ამბობდნენ, იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ შეთავაზება მიიღეს და დათანხმდნენ და სწორედ ამას მოყვა რამდენჯერმე უთანხმოება.
ცოტა ხნის წინ ჩვენ შევძელით და გავესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დილით ამტკიცებდნენ, რომ მოლაპარაკებებში და რაიმე დახმარების პროგრამაში ჩართულები არ ყოფილან, თუმცა მოგვიანებით, როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი პირი, მათ შორის იმ ადამიანებიდან, ვინც ამას აპროტესტებდა, იყო სხვადასხვა პროგრამის მონაწილე, მათ შორის ერთ-ერთი 2018 წელს, როგორც დევნილს მიღებული ჰქონდა ფართი, რომლის გასხვისებაც 2024 წელს საკუთარი სურვილით მოახდინა. ის ჩვენთან საუბარში ამის მიზეზად დასახელებს ძმის ავადმყოფობას და ასევე განმარტავს, რომ მან კი მიიღობინა, თუმცა მის ძმას, მის შვილს და შვილიშვილს არ მიუღიათ და დასავლეთში ცხოვრება მათთვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე არ შეიძლებოდა და სწორედ ამიტომ გააგრძელეს თბილისში ცხოვრება. მეორე მოქალაქე კი ამბობს, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენი ხანია გასული მას შემდეგ, რაც განაცხადი შეავსო და მხოლოდ დღეს გაიგო მან, როგორც ის ამბობს, რომ 50,000 ლარიანი მისი დახმარება მისი მისამართით იყო გამოყოფილი იმისათვის, რომ მას ბინა შეეძინა, თუმცა ეს მოქალაქეც ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ეს დახმარება მისთვის არ არის საკმარისი, ვინაიდან ის ამ თანხით თბილისში ბინის შეძენას ვერ მოახერხებს. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ და ეხლა თქვენ თბილისში დაბადებული გაზრდილი იყოთ, სოფელში წახვიდოდით. მოდი ლოგიკურად ვიბჯეროთ. ეხლა მეუბნებია, რომ თქვენ დაგაყვაყოფილესო და ანუ დოლარში გამოდის 18,000 და სადმე ვიშოვება მსგავსი რამე. ეხლა წეღან დამიძახესო მობრძანდითო თქვენო იციოთ დაწერილი გაქვთ, არც ვიცოდი. აღარც მახსოვდა. იმიტომ რომ მაშინ 4 მყავდა. აი აღარ მახსოვდა და ეხლა მეუბნებიან და ეხლა შემომთავაზეს. რა არის ამის მიზეზი და ჩემი ძმის ავადმყოფობა არის. ავადარი ფილტვების უკმარისობა აქვს და ჩემი ძმა არ არის, ბინა არ აქვს და ჩემი ძმის სახელზე აქვს ყველაფერი, მე ჩემ ძმას ვული, ავადმყოფია, ინვალიდია, პენსია აქვს და ფილტვების და დასავლეთის აირი არ უხდება და ამიტომ არ აქვს. აგერ არის ჩემი შვილი, ჩემი შვილიშვილის სამიზდეს, რომელსაც ბინა არ აქვს მიღებული, ჩემი სიძეს აქვს და ის ბინას რო გავასხვისე, იმ ავადმყოფობის გამო გავასხვისე. და დამატებით ითხოვთ კიდე ახალი პარტია. დამატებით ჩემი ძმა, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული, აფხაზეთის ვეტერანია და არ აქვს საცხოვრებელი ამის გამო. დღეს დილით დაახლოებით 10:30-დან დაიწყო აქ გამოსახლების პროცესი და მთელი დღე აძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა პროცესები სხვადასხვა პერიოდში. მოქალაქეები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ჩვენს მაყურებელს ახლა შესაძლებლობა ექნება უფრო ვრცლად ეს დეტალები, როგორ მიმდინარეობდა დღის განმავლობაში მოვლენები იხილოს სიუჟეტში. თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დილიდან გამოჩნდნენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა იქ მცხოვრებლებს განუმარტეს, რომ შენობა ნაგებობები, სადაც ისინი თვითნებურად ცხოვრობდნენ, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია, რასაც მათივე ინფორმაციით ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და ადგილზე მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზე იყო ასული და ამბობდა, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდებოდა, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხდებოდა. დაპირისპირება ადგილზე იმ სატვირთო ავტომობილის გამოჩენას მოჰყვა, რომელთაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინვენტარი უნდა გადაეტანა. მოსახლეობის ნაწილი ავტომანქანას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდა, რასაც სამართალდამცველებს და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად 4 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ოთხი ბავშვი მინაკავდა ბალა ჩემი სათამაშო შემიდა ფიქრი პროცედიო ამას მეუბნება ბიჭო და მისგან გაგიტავალება ოთის და მოდი აქ შენ გინებას მისმენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო სახელმწიფო უწყებებთან ერთად ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა. ბიუროს თქმით, მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილის სტატუსი აქვს 58 პირს. აქედან სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსაგან დაკმაყოფილებულია 24 პირი. ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს, მათ შორის 6 პირმა უკვე მიიღო დადებითი პასუხი. შეთავაზებები მიიღეს მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა, ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. კრედიტორის შეთავაზება ასევე კომპენსაციის ან დროებითი ქირის გამოყოფის სახით ჯერ ისევ ძალაშია და აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართულობით, რაც გამოიხატება ჩვენი სოციალური მუშაკების მედიაციის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, ამ წუთასაც მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და სიტყვები, რომ ყველა აქ მუდმივად მცხოვრები პირი დაკმაყოფილდება გარკვეული ფორმით საცხოვრისით.
კრედიტორთან მოლაპარაკებებს ადასტურებს იქ მცხოვრებთა ნაწილი. ნაწილი ამბობს, რომ კრედიტორი მოსახლეობიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა მათ იქ მცხოვრები მოსახლეობის სახელით ლაპარაკის უფლებამოსილება არ გააჩნდათ. იმ ერთმა და იმ ორმა ამხელა პასუხისგებლობა რატო აიღო თავის თავზე, რომ ყველას მაგიერ გამოხატა აზრი, რომ ერთ თვეში რაღაცა შეიცვლებოდა რა. ერთ თვეში ჩვენ ბინას ვიყიდით, თუ მთავრობა გადმოგცემა და ჩვენ რაღაც გასაღებებს, რომ ახლა შევძანდით იცხოვრეთო. რატო აიღო იმ ერთმა და იმ ორმა პასუხისგებლობა ამდენი ხალხის წინაშე? ავარიული ეს შენობა იყო, როცა დაინშალა კომუნისტური წყობა და მაშინ ლარის საფასურად გაიყიდა. აი მაშინ დებდა ზუსტად ექსპერტიზა, რომ იყო ავარიული, იმიტომ რომ ლარად შესყიდულიყო. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ძველმა თაობამ, ვისაც რაღაცა ესმის. აი ეს იყო დადებული და აი ეს აქვს ახლა ხელმოსაჭიდი, ვინაიდან ვაგზალზე მოხდა ეს მდგომარეობა. და მოხდა აი ეს რაც მოხდა. მივახციეთ იმას, რომ მოლაპარაკება შედგა კრედიტორთან, რაღაცა მიზერული გვპირდება დახმარებას, თუნდაც იმ ქირის სახით და ვინაიდან ჩვენი ნივთების გარეთ გამოტანა არის საშიშროებაში და მოგვიწევს სულ ქუჩაში გარეთ გამოსვლა, მე მგონი თანხმდებით იმაზე, რომ კრედიტორის გადაწყვეტილება ბოლომდე იყოს მიყვანილი და მივიღოთ ის დახმარება, რასაც გვპირდება. ადგილზე ასევე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა კრედიტორი მხარის კომპანია Blexi Properties-ის წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმშელონ. დაწყებული არის იძულებითი აღსრულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაცა კუთხით არ ვართ ვალდებულები, მაგრამ თანხმობას ვაცხადებთ და მზაობას ვაცხადებთ, რომ ადამიანები რაღაცა კუთხით მინიმალურით მაინც საცხოვრებელი ფართის ქირაობა რო ავიღოთ მინიმუმ, ამით მაინც რო ადამიანები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ აქაც არ არის ერთსულოვნება, ადამიანები ამბობენ, ადამიანების ჯგუფი ამბობს შემდეგს. ვართ თანახმა, ადამიანების ჯგუფი ამბობს, რომ საერთო თანახმა ვართ. უალტერნატივოდ არანაირი შემოთავაზება არ განიხილება. თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლები, რომელთა გამოსახლების პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. გამოსახლების პროცესს გამოეხმაურა კახა კალაძეც და აღნიშნა, რომ შენობის მესაკუთრე სასამართლოში დავა აქვს მოგებული და მუნიციპალიტეტი აღნიშნული გამოსახლების პროცესთან კავშირში არ არის. ფაქტს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრიც. მიხეილ სარჯველაძის თქმით, იქ მცხოვრებთა ნაწილისთვის სახელმწიფო საცხოვრებელი ფართები უკვე გადაცემული აქვს. შენობა არის ავარიული, შესაბამისად საჭიროა მისი გამონთავისუფლება. პირველ რიგში გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, არის ავარიულიც და ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდება მათი გამოყვანა. სხვათა შორის არის 9 ოჯახი, რომელიც თბილისში არის რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტმა მათ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, ქირით გაყვანა, 2 უკვე დათანხმდა და სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებული წინადადებებით, დანარჩენებმა არ დაეთანხმნენ. ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია. ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებელთ უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არ მცდუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი საკუთარი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თბილისის მერიასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ, თუმცა ავარიულ შენობაში მცხოვრებთა დიდი ნაწილი დედაქალაქში რეგისტრირებულები არ არიან. 8 წლის შემდეგ გასაჯაროებული დოკუმენტები და პოლიტიკური სკანდალი, რომელიც ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბრალდებების სულ უფრო მძიმდება. ბარაკ ობამას შემდეგ ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი უსაფრთხოების სამსახურის იმ ყოფილ მაღალჩინოსნებსაც ასახელებს, რომლებსაც ტრამპის წინააღმდეგ მოღალატეობრივ შეთქმულებაში ადანაშაულებს. ტულსი გაბარდი კიდევ ერთხელ ახსენებს ეგრეთ წოდებულ Deep States, რომელსაც მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გასაჯაროებაში ხელის შეშლა შესდებს ბრალს. ამერიკელი მაღალჩინოსანი სპეციალური ჯგუფის მიერ ჩატარებული მოკლევითი სამუშაოების და კონკრეტული დოკუმენტების მოძიების შემდეგ ასკვნის, რომ 2017 წელს ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტის ბარაკ ობამას დავალებით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გაყალბებული სადაზვერვო მასალები მომზადდა. სწორედ ამ მასალების საფუძველზე ამტკიცებდნენ, რომ 2016 წელს ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებში რუსეთი ჩაერია და სწორედ მისი დახმარებით მოხდა ტრამპის არჩევა. საბოტაჟი, თაღლითობა, რეაქციები მძაფრია თეთრი სახლიდან. ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ყველა გამოსვლაში ეგრეთ წოდებულ Deep States-ზე და მისთვის არასასრულ ძალებთან ბრძოლის მეთოდებზე აკეთებს აქცენტს, რაც ქართველი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ ნარატივს ემთხვევა. ამ კონტექსტში ამერიკის დაზვერვის მიერ ჩატარებული მოკლევის შედეგებს და ძიების დაწყების მოთხოვნას საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოშიც.
თავარი ინტრიგა და შეკითხვა, რომელზეც ახლა მსოფლიო ელის პასუხს ერთია. აღმოჩნდება თუ არა გისოსებს მიღმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ან ელით თუ არა პატიმრობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ეროვნული დაზვერვის, FBI-სა და CIA-ის ყოფილ ხელმძღვანელებს, რომლებიც ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაური ან პოლიტიკურ სკანდალში ფიგურირებენ. საბოლოო სიტყვა ამ საქმეზე შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა თქვას. აი თავად მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მიიჩნევს, რომ თუ კი აქამდე თვითონაც და მისი თანამებრძოლებიც ბევრ რამეს მოთმინებით ეკიდებოდნენ, რუსული აფიორის მასშტაბმა ამ მოთმინებას წერტილი დაუსვა. დროა ეს ადამიანები ვდევნოთ. ეს იყო ღალატი. ისინი ცდილობდნენ არჩევნების მოპარვას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დიდი სკანდალი. პოლიტიკურ სკანდალს რამდენიმე დღის წინ ფარდა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა რომ ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა, ბევრი წახნაგი და თავისი იერარქია აქვს, რომლის სათავეშიც ტულსი გაბარდის თქმით Deep State დგას. 2016 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებით უკმაყოფილო ძალა, რომელმაც გაყალბებული დოკუმენტებით ჯერ შედეგების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება და რეპუტაციული ზიანის მიზნით ამერიკელი ხალხის რჩეულის რუსულ პროექტად შერაცხვა სცადა. ჩვენ ვიყავით იმ ჯგუფის წევრები, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ რუსული ჩარევის შესახებ ყველა დოკუმენტის თავმოყრა დაავალა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. 6 იანვარს გამოვაქვეყნეთ სადაზვერვო სამსახურის დოკუმენტირებული ანგარიში რუსული ჩარევის შესახებ და მტკიცებულებები, რომლებიც წარვადგინეთ, ვფიქრობ ძალიან სარწმუნო იყო. ეროვნული დაზვერვის ყოფილი დირექტორის ჯეიმს კლეპერის 2019 წლის ამ ინტერვიუს შეერთებულ შტატებში ბევრი აღიარებით ჩვენებად მიიჩნევს. კლეპერი ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ბარაკ ობამასთან 8 იანვრის თათბირზე იმყოფებოდა. ამის შემდეგ სქემა გვამცნობს, რომ შეიქმნა რუსული ჩარევის ყალბი დოკუმენტი, რომელმაც Deep State-ის გავლენიან მედია საშუალებებში გაჟონა, მათ შორის New York Times-ში და Washington Post-ში. არის უდავო მტკიცებულება იმისა, თუ როგორ უბრძანა პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა სადაზვერვო საზოგადოებას ანგარიშის შექმნა. მათ იცოდნენ, რომ ეს ტყუილი იყო, მათ იცოდნენ, რომ ეს ხელს შეუწყობდა ხელოვნურ ნარატივს. თითქოს რუსეთი ჩაერია 2016 წლის არჩევნებში და რუსეთი დაეხმარა პრეზიდენტ ტრამპს გამარჯვებაში. ამერიკელ ხალხს ეს ისე წარუდგინეს, როგორც სიმართლე. იმ ამერიკელი ხალხის ნების საბოტაჟისთვის, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩია, შეთქმულება მოაწყვეს. პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანამებრძოლები, მათ შორის მისი უფროსი შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი, ამაზრზენად შერაცხეს რუსულ პროექტად. ბევრ მათგანს ცხოვრებაც კი დაენგრა ამ საშინელი ტყუილის გამო. პრეზიდენტი ტრამპი თავიდანვე მართალი იყო ამ საქმეში და ახლა მოხარულნი ვართ, რომ სამართალი აღდგება. ეს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალია. იმ ცნობილი გამოცემების ჟურნალისტებს კი, როგორებიცაა Washington Post და New York Times-ი და რომელთა რეპორტერებიც ახლაც ხედან დარბაზში, კომიკურად პულიცერის პრიზი მიენიჭათ ამ თაღლითობის გაგრძელებაში. ასეთია ოფიციალური თეთრი სახლის პოზიცია და თუკი ამ მტკიცებით New York Times-ისა და Washington Post-ის მსგავსი გავლენიანი და სოლიდური გამოცემებიც კი Deep State-ად წოდებული გლობალური ძალის გავლენის ქვეშ არიან, რომელიც არასასურველ პრეზიდენტებსა თუ მთავრობებს, მათ შორის რუსული იარლიყით აშავებს, ჩნდება შეკითხვა, სადამდე მიდის ეს გავლენა. ყოველ შემთხვევაში რუსულმა იარლიყმა პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში შორ მანძილზეც იმუშავა გარკვეულ წრეებში. მაგალითად საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ის პოლიტიკური ძალები ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპის რიგით მეორე ინაუგურაციაზე რომ მიიჩქაროდნენ, გასულ წლებში ღიად უწოდებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რუსულ პროექტს. ამისთვის იყენებდნენ სოციალურ ქსელებს, ინტერვიუებს და ტელეგადაცემებს. ყველა მისის რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძვის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს. ბატონ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. აქ ყოველთვის ნიშანი არ უნდა დავსვათ, ბოლო-ბოლო არ უნდა გავბედოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსული პროექტი იყო, ამერიკის პრეზიდენტი 4 წლის განმავლობაში, ვინც მართავდა ამერიკას, იყო რუსული პროექტი. ეს ნარატივი ხელმეორედ არჩევის შემდეგ ძირფესვიანად შეიცვალა. პრეზიდენტ ტრამპს რუსულ პროექტს საქართველოში იგივე ძალები 2025 წლის 20 იანვრიდან აღარ ეძახიან. სამაგიეროდ ეპითეტი რუსული ხან ევროპის კონტინენტიდან, უფრო ხშირად კი ადგილობრივ აქტორთა ნარატივში, უფრო და უფრო ხშირად ისმის საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც თავის მხრივ ირწმუნება, რომ Deep State-ი ყველგან ერთი პრინციპით, არასასურველ აქტორთა პრორუსობის იარლიყით ჩამოშორებას ცდილობს. დაზვერვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა მოგცა საუკეთესო ტესტი, როგორ ამოვიცნოთ
deep state-ის პროპაგანდისტი და სასარგებლო იდიოტი. მარტივი ტესტი, როგორც კი გაიგებთ რუსული, პრორუსული, არარუსული ასე შემდეგ, ჩათვალეთ რომ ეს არის 100%-იანი გარანტიით ან არიან სასარგებლო იდიოტები deep state-ის პროპაგანდის, ან პირდაპირ deep state-ის დაქირავებული პროპაგანდისტები, როგორც ეს ბევრი NGO ამას ამხელს. ისინი, ვისაც ამ ჩამონათვალში პარლამენტის თავმჯდომარე გულისხმობს, მოსაზრებას არ ეთანხმებიან. პოლიტიკური აქტორები, რომლებიც დონალდ ტრამპს რუსულ პროექტად მიიჩნევდნენ, ინაუგურაციის შემდეგ მას უკვე დასავლური სამყაროს ლიდერად მოიხსენიებენ. თუმცა თეთრი სახლისგან განსხვავებით, deep state-ად წოდებული ძალის არსებობას ან არ იმჩნევენ, ან არ სჯერათ. მაგალითად, პოლიტიკურ სკანდალზე, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ერთნი გაკვირვებით სვამენ შეკითხვას. მე გაუგნებული ვარ რითი იცით, რა დოზით არის ქართული ოცნება დაინტერესებული ამერიკის შიდა პოლიტიკით. მეორენი კი ამბავზე, რომელიც თავისი მასშტაბებით ამერიკის შიდა პოლიტიკას გახმაურების დღიდანვე გასცდა, განსხვავებული მოსაზრებით გამოდიან. მაშინ როცა ამერიკის სადაზვერვო სამსახურები deep state-ის კვალსა და სათავეს ეძებენ, მაგალითად ლელოში, სადაც ცოტა ხნის წინ ქართულ რეალობაში deep state-ის არსებობა ეგონათ. ტოტალური პარანოია. ახლა ამ გლობალური ძალის სათავეს სადაზვერვო სამსახურებზე ადრე ისევ საქართველოში მიაგნეს. deep state-ის არსებობის ცალსახარი მჯერა, deep state-ი არსებობს და მას განასახიერებს საჩხერეში გამაგრებული პიროვნება, რომელიც არის კლასიკური deep state. რა თქმა უნდა, deep state-ი არსებობს და ბიძინა ივანიშვილი არის deep state. თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი მმართველი ძალა საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულია. ქართულ ოცნებაში ამავდროულად ერთი შეკითხვაც ისმის. თუ კი deep state-ი ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტსაც ასეთი მასშტაბებით ებრძოდა რუსული არლიყით, გაცილებით პატარა საქართველოში რატომ ვერ იმოქმედებდა, ან ახლაც არ მოქმედებს სუსტად იგივე მეთოდით. მთელ მსოფლიოში ერთი და იგივე ნარატივი აქვს, ერთი და იგივე ხაზია, თუ ისინი ვერ იღებენ მათთვის სასურველ შედეგს კონკრეტულ ქვეყნებში, მაშინვე, რა თქმა უნდა, შემოყავთ რუსეთის თემა, რუსული ნარატივი, რომ ეს რუსეთუმე ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული, ნახეთ, ძალიან საინტერესო იქნება ეს ყველაფერი, რომ რუსული, რუსეთი, ეს არის მათი პროპაგანდა, ეს მარტო საქართველოში არ არის. ყველგან მთელ მსოფლიოში არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე საუბრობდნენ, რომ რუსეთი ეხმარებოდა და რუსული პროექტია, ხო წარმოუდგენელი. ის რომ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ებრძვის deep state-ი, გლობალური რომის პარტია ეროვნულ ღირებულებას და ასე შემდგომ, ეს არის კლასიკური მაგალითი. იმიტომ რომ რამდენჯერაც წამოწია საკითხი ტრამპმა, რუბიომ და მისმა ადმინისტრაციამ ეროვნულ ღირებულებებთან დაკავშირებით, იმდენი თავს დაესხა deep state-ის წარმომადგენლობა თავად ამერიკის პრეზიდენტს და თავად სახელმწიფო მდივანს და რა გასაკვირია რომ საქართველოში იყოს მათი მხრიდან ბრძოლა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმის, რისიც მმართველ გუნდს ჯერა არ სწამს ოპოზიციას და ვიდრე საქართველოში ჯერაც დაობენ არსებობს თუ არა deep state-ი, შეერთებულ შტატებში გამოძიება გრძელდება. კიდევ ვისიპოვის ამ გლობალურ ქსელში დაზვერვის სამსახური რთული სათქმელია. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ ამ სამსახურის დირექტორმა ტულსი გაბარდმა თქვა, წინააღმდეგობის ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რამდენად ღრმადაც არ უნდა ჰქონდეს გადგმული ფესვი ჩრდილოვან სახელმწიფოს, იგივე deep state-ს, რომელიც ყველა ნაბიჯზე გვებრძვის. ჩვენ მთელი ძალით ვიბრძვით და ისინიც მთელი ძალით გვებრძვიან, მაგრამ არა უშავს. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. We're not going anywhere. არანაკლები რეზონანსი გამოიწვია ქართულ პოლიტიკურ წრეებში ვაშინგტონიდან მიღებულმა კიდევ ერთმა ცნობამ საქართველოს შესახებ მომზადებული და კონგრესის ქვედა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული მეგობარი აქტის განხილვა დროებით შეჩერდა, რასაც განსხვავებული ინტერპრეტაციებით ხვდებიან ოპოზიციის პოზიცია, რომ სენატი დაჩქარებული წესით, ანუ ზაფხულში არ განიხილავს რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქართული მაღალჩინოსნების სანქცირების და ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გადახედვის მოთხოვნებს მოიცავს. ახლა მთავარი კითხვაა საერთოდ გაგრძელდება თუ არა კანონპროექტის განხილვა და დაამტკიცებს თუ არა მას წარმომადგენელთა პალატის მსგავსად სენატიც. პრეზიდენტ ტრამპის არჩევის და ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ფონზე მოლოდინები არაერთგვაროვანია. ოპოზიციისგან განსხვავებით მმართველ გუნდს ვაშინგტონთან ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვს. პროგნოზები ურთიერთგამომრიცხავია ბრიუსელთან მიმართებაშიც. რა გაგრძელება შეიძლება მოხდეს ევროკომისიის 8 მოთხოვნას და უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე გაფრთხილებას. თათია ტაბეშაძის რეპორტაჟი. გასულ კვირაში ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ მეგობარი აქტის მიღება იქ რაც დაჩქარებული
ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის დაჩქარების მიზნებში ლელო მარტო არ არის. ანტისახელისუფლებო რიტორიკის გასატარებლად ოკეანის გადაღმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ. მათ მიერ მიწოდებული იდეა, რომ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები დასანქცირდნენ და სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ, კონგრესის ერთ პალატაში უკვე მხარდაჭერილია. თუმცა საბოლოო დამტკიცების საკითხი სამი კონგრესმენის პოზიციის შემდეგ გაჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას დანანებით ავრცელებს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ, რომელიც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკას არ მალავს და რომელიც ლობიზმთან დაკავშირებით ფარას დოკუმენტებშიც ფიგურირებს. რაუფოღლუს ახლა აინტერესებს, რატომ აფერხებენ კონგრესმენები მარკ-ვეინ მალინი, მაიკლი და რენ პოლი მეგობარი აქტის მიღებას. ქართულ ოპოზიციაში სამი კონგრესმენის პოზიცია არაფიქრებინებთ, რომ ამერიკულ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან ურთიერთობის პრაქტიკის გადახედვას გეგმავენ და პირობას დებენ, რომ სანქციების მიღების დასაჩქარებლად მუშაობას გააგრძელებენ. ოპოზიციისთვის სასურველი ვადა უახლოეს ორ თვეს, ანუ არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს. თავად აქტის შინაარსთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ არსებობს განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამისკენ, რომ კალენდარულად ბევრად უფრო ადრე, ანუ სექტემბერშივე მოხდეს მეგობარი აქტის განხილვა. მეგობარი აქტი სულ მალე წელსვე იქცევა კანონპროექტად. ამის თქმის საფუძველს მაძლევს გასულ კვირაში ვაშინგტონში გამართული ლელო ძლიერი საქართველოს ვიზიტიც, რომლის განმავლობაში გავმართეთ 20-ზე მეტი მაღალი დონის შეხვედრა. უკლებლივ ყველა შეხვედრაზე მივიღეთ დადასტურება, რომ მეგობარი აქტის აღსრულებას წინ არაფერი აღუდგება, თუმცა რასაკვირველია, ჯერ კიდევ გასაწევია დამატებითი შრომა. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას ითვალისწინებს, ქართული ოცნების კრიტიკით გამორჩეული კონგრესმენ ჯო უილსონის სახელითაა მომზადებული. ავტორის გულწრფელობის საქართველოს მთავრობას არც აქამდე სწამდა. მას შემდეგ კი, რაც კონგრესმენსა და ლობისტურ კომპანია ნელსონ მალინს შორის ფინანსური კავშირების დოკუმენტები გავრცელდა. იგივე კომპანია კი ლობიზმისთვის ნაციონალურ მოძრაობას ყავს დაქირავებული. დღეს უკვე მმართველ გუნდში დარწმუნებით ამბობენ, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ უილსონის მოქმედება მილიონი ლარი ღირს. ანუ იმდენივე, რაც პარტიამ ლობისტურ კომპანიას გადაუხადა. ის რომ მის მიერ მომზადებულ აქტს ხავს მოწინააღმდეგეები მმართველი გუნდისთვის, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის ოპტიმისტურ განწყობებს აჩენს. იმატებს იმ სენატორთა რაოდენობა, ვინც არის წინააღმდეგი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის. სიამდილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის საქართველოსადმი, ქართული ხალხისადმი მტრული აქტი, რომელიც არის პირდაპირ deep state-ის დაკვეთით შესრულებული და მიზნად ისახავს ქართული ხალხის დასჯას. მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ჟამა ნაცმოძრაობაში, როდესაც გაიგეს, რომ ეს მეგობრობის აქტი და მისი განხილვა შეჩერდა სწორედ რამდენიმე კონგრესმენის მოთხოვნით. ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც არიან ის ჯანსაღი ძალები, რომლებიც მართებულად აზროვნებენ. ამერიკამდე იყო ევროპა. ოპოზიციონერთა მოთხოვნების გათვალისწინებით ევროსტრუქტურებში არაერთი რეზოლუცია მიიღეს და ამას არც თავად მალავენ. განსხვავებით უკანასკნელი პაკეტისა, რომლის განხილვა აგვისტოს ბოლოსაა დაანონსებული. ის აქამდე მიღებული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით არა მაღალჩინოსნებს, არამედ რიგით მოქალაქეებს და 8 წლის წინ ამოქმედებულ უვიზო მიმოსვლას ეხება. მთელი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე და ხელისუფლებასვე შეუძლია ამ ვითარების შეცვლა. უვიზო რეჟიმის გაუქმება, რომელიც საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას გამოიწვევს, ევროსტრუქტურების მხრიდან დამატებითი შანტაჟის და მუქარის ბერკეტად განიხილება ქართული ოცნების მხრიდან. შემთხვევითი არც ამ გადაწყვეტილების მისაღებად შერჩეული ვადა უნდა იყოს, რაც დროში წინა საარჩევნო პერიოდს ემთხვევა. დეკემბრის ბოლოს იგზავნება ხოლმე ანგარიში კონკრეტულად იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ კავშირში არის ვიზის თემებთან და აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ, ვინაიდან სარგებლობს დაახლოებით 60 ქვეყანა, მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლით და არავის არაფერში არ ჩამორჩებით პირიქით. თუმცა ეს ორი კანონი ხარაბმაში არის, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გვისაბუთებს, თან რაღაცა კალენდარი ისე დაამთხვიეს და ისე ააწყეს, რომ ზუსტად წინა საარჩევნოდ ემთხვევა ეს ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა, ეს არის შანტაჟის მორიგი მექანიზმი. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა
ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. ასეც და ისეც მე მაქვს იმედი, რომ საბოლოო ჯამში ევროპული ბიუროკრატია მიიღებს პრაგმატულ გადაწყვეტილებას, პრაგმატული კუთხითაც მათთვის არ არის არანაირად მომგებიანი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. მარტივი მიზეზის გამო, თუ ვინმეს უნდა რომ ამით რაღაცნაირად მეხუთით სადოს რევოლუციის მოწყობა, არავითარი სარგებელი არ შეიძლება ამით მიიღონ ამ ადამიანებმა, ვერავითარი მეხუთე მცდელობა ვერ იქნება. ვიზა ლიბერალიზაციის არ შეჩერების წინაპირობად ევროკავშირმა საქართველოს 8 მოთხოვნა წაუყენა. მათ შორისაა 2 კანონის, ოჯახური ღირებულებების და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმება. ქართული ოცნება დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მიღებულ კანონს არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით და ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით ხსნის. გამჭვირვალობის კანონმდებლობასთან დაკავშირებით კი აქვს რიტორიკული შეკითხვა, თუ ევროპასა და ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა ფინანსური ანგარიშგების საჯაროობას უზრუნველყოფს, რატომ ვერ ან არ უნდა იმუშაოს იგივე კანონმა საქართველოში. კანონი, რომელიც უკრაინაში მასობრივი მღელვარების მიზეზი ხდება, გადახედავს თუ არა უკრაინის ქალაქებში დაწყებული აქციებისა და დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის ფონზე ვოლოდიმერ ზელენსკი რადაში დამტკიცებულ კანონს. ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი მოქალაქეებს ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და კანონპროექტის ახალი, შედარებით დაბალანსებული ტექსტის წარდგენას პირდება, რომლის შინაარსი ამ დრომდე უცნობია. მწვავე უკმაყოფილების მიზეზია უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2 დღის წინ დამტკიცებული კანონი, რომლითაც 10 წლის წინ უკრაინის მთავრობაში კორუფციასთან საბრძოლოდ შექმნილი 2 უწყების, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობა იზღუდება. შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცებამდე ორივე უწყებაში ჩხრეკაც ჩატარდა. კიევმა გამაფრთხილებელი გზავნილები უკვე მიიღო ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვა საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა. დემონსტრაციები გაიმართა დედაქალაქ კიევში და უკრაინის სხვა მსხვილ ქალაქებში, მათ შორის ოდესაში, ხარკოვში, ზაპოროჟიესსა და ლვოვში. საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ცვლილებებს ანტიდემოკრატიულ ქმედებად აფასებენ. ჩვენ აქ გამართლებულმა ბრაზმა შეგვკრიბა, არავის წარმოედგინა, რომ ზელენსკი ხელს მოაწერდა კანონს. სწორედ ამიტომ ხალხი პროტესტის გამოსახატად გამოვიდა. ამ კანონის ხელმოწერა ფაქტობრივად ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის გაუქმებას ნიშნავს. ის ბლოკავს ჩვენს გზას ევროკავშირში და არღვევს დემოკრატიულ პრინციპებს. ვფიქრობ, რომ 262 კანონმდებელი, რომელმაც ხმამისცა ამ კანონს, პასუხისმგებელია ამაზე. ხალხი ამ კანონის წინააღმდეგ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გამოვიდა. ჩვენ გვინდა, რომ ძალაუფლება ისევ ხალხს დაუბრუნონ, რადგან ეს არის დემოკრატია. არ შეიძლება ერთი პიროვნება მართავდეს ყველა ანტიკორუფციულ ინსტიტუტსა და სისტემას. ეს უწყებები დამოუკიდებელი უნდა იყოს. სადავო კანონპროექტი უმაღლესმა რადამ 22 ივლის დაამტკიცა და იმავე დღეს მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი. ახალი კანონი ზღუდავს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას. ორივე ორგანო გენერალურ პროკურორს დაექვემდებარება, რომელსაც თავის მხრივ პრეზიდენტი ნიშნავს. ეს 2 ინსტიტუტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2015 წელს პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ზრდის გენერალური პროკურორის უფლებამოსილებასაც. მას ექნება უფლება დახუროს სისხლის სამართლის საქმე ან ჩამოართვას ნებისმიერი საქმე ანტიკორუფციულ ბიუროს და ის სხვა პროკურორს გადასცეს. ამ ინსტიტუტების საქმიანობის შეკვეცა არსებითად არის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით, რაც არის ძალაუფლების მზარდი ცენტრალიზაცია, რაც ერთი მხრივ უკრაინაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღო როგორც საომარი მდგომარეობის საჭიროება. თუმცა ეს არის გადაჭარბებული ნაბიჯი და არსებითად ეს არის იმ ხედვის ღალატი, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან, ასე რომ მე მჯერა, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ უკრაინის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელონ. სკანდალური კანონის დამტკიცებას წინ უძღოდა ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებთან ჩხრეკა და დაკავებები. რეიდები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალური პროკურორის ოფისმა ჩაატარეს, რუსული გავლენის წინააღმდეგ ზომებით ახსდეს. თავად ზელენსკიმ გააკრიტიკა ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობა და თქვა, რომ საქმეების გამოძიებას ისინი წლობით აჭიანურებენ. კანონის ხელმოწერის შემდეგ ზელენსკი სამართალდამცავი და ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ჩვენ ვიმსჯელეთ შევთანხმდით კონსტრუქციულად მუშაობაზე ერთად, ჩვენ საკუთარ სფეროებში და არავინ აპირებს ჩარევას, რადგან ყველას აქვს სისხლის სამართლის საკმარისი საქმე და სამუშაო. მე უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მივაქცევ იმ საქმეებს, რომელთა გამოძიება დიდი ხანია გრძელდება. კერძოდ 1, 2, 3 წელი და მეტი პროცედურული გადაწყვეტილებების გარეშე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე დაუყოვნებლივ გადავცემ ამ საქმეს სხვა სამართალდამცავ ორგანოს. თუმცა პრეზიდენტთან შეხვედრამ ანტიკორუფციული ინსტიტუტების ხელმძღვანელები ვერ დაამშვიდა. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და დამოუკიდებლობის გაუქმებული გარანტიების დაბრუნება მოითხოვეს. დამოუკიდებლობის ელემენტი დაკარგულია. ახლა ყველა ხელმოწერისთვის, ყველა დოკუმენტისთვის ჩვენ უნდა მივმართოთ გენერალური პროკურორის ოფისს და ვითხოვოთ, რომ ეს საკითხები განიხილონ. ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან მწვავე კრიტიკა მოყვა. ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ლინდსი გრემმა განაცხადეს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინებს. ევროკავშირიდან კი კიევს შეახსენეს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. მე შეშფოთებული ვარ, რადგან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ევროკავშირში წევრობის ერთ-ერთი საფუძველი და წინასწარი პირობა, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები. თითეული ქვეყანა თავად ირჩევს თუ როგორ ებრძვის კორუფციას, თუმცა ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამის გათვალისწინებით მე ველოდები, რომ დავებრუნებ დამოუკიდებელ ორგანოებს უკრაინაში. საერთაშორისო შეშფოთებისა და საზოგადოების პროტესტის ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ყველა ნორმის დაცვას და ამავე დროს არ დაუშვებს რუსეთის გავლენას. ზელენსკი ამბობს, რომ კანონპროექტის ტექსტი უკვე შეთანხმებულია. მე შევთავაზებ უმაღლეს რადას კანონპროექტს, რომელიც იქნება პასუხი სამართალწესრიგის სისტემის სიმტკიცის უზრუნველსაყოფად. არ იქნება არანაირი რუსული გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაში და რაც მნიშვნელოვანია, იქნება დაცული ყველა ნორმა ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის. უკრაინის ხელისუფლების შემხვედრ ნაბიჯს მიესალმებიან ევროკომისიაში, თუმცა სურთჯერ დარწმუნდნენ, რომ ყველა რეკომენდაცია სათანადოდ არის გათვალისწინებული. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი კი საქართველოში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. რაჟდენ კუპრაშვილმა მათთან კორუფციასთან ბრძოლის შესახებ კანონში შესული ცვლილებები განიხილა. ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით ნებისმიერ პირს უფლება ექნება, რომ საჯარო დაწესებულებაში კორუფციული ფაქტი ამხილოს. კანონი მის ანონიმურობას უზრუნველყოფს. ინფორმაციის არ დადასტურების შემთხვევაში კი პირს მამხილებელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. კიდევ ერთი ცვლილება საჯარო სექტორში ერთდროულად რამდენიმე თანამდებობის დაკავებას კრძალავს, თუმცა არსებობს გამონაკლისი სფეროები. ცვლილებები სექტემბრიდან უნდა შევიდეს სალოში, მანამდე კი მათ შესახებ ანტიკორუფციული ბიურო სამუშაო შეხვედრების გამართვას გეგმავს. ხვალ რაჟდენ კუპრაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდება. გამოძიება გრძელდება 2019 წლის აგვისტოს მოვლენების გარშემო. ჩორჩანას ეპიზოდზე ჩვენების მისაცემად დღეს გენერალურ პროკურატურაში დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი მივიდა დავით სუჯაშვილის განმარტებით. ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მოწყობის შესახებ ინფორმირებული არ იყო და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არც უსაფრთხოების საბჭოსთვის მიუწოდებია. საგამოძიებო უწყება 2019 წლის 24 აგვისტოს ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს იძიებს. უკვე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის სუსის მაშინდელი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური. მმართველი გუნდის წევრების შეფასებით მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დამატებითი ტერიტორიის ოკუპაცია მოჰყვა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 6 წლის წინ გახარიამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და შესაბამის უწყებებთან არ შეათანხმა. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთა საქმეზე დღეს ჩვენება ბრალდების მხარის მოწმემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელმა მისცეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლის განმარტებით 2 დეკემბერს პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო და ვერ დაინახა ვინ ესროლა ქვა, თუმცა თქვა, რომ პრეტენზია 11-ვე ბრალდებულთან აქვს. ადვოკატებმა მიუთითეს, რომ მას ცეცხლაძის და მასთან ერთად ბრალდებული 7 დემონსტრანტის საქმეშიც აქვს დაზარალებული სტატუსი მინიჭებული და ერთი ქვა რამდენმა დემონსტრანტმა ესროლა. ამაზე მოწმის პასუხი იყო, რომ მას კოლეგების დაშავების გამოც აქვს პრეტენზიები. განცხადებები გააკეთეს თავად ბრალდებულებმაც, რომლებიც პრემიერის სატელევიზიო გამოსვლებს გამოეხმაურნენ და მთავრობის მეთაური მათ საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულეს.
კოალიციაც ცვლილებებისთვის სწავს პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ საბას ხვიტარიძეს კი ბრალდება გადაუკვალიფიცირდა პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად, რაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მას უკვე ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ედება ბრალი. მითითებული ბრალდება კი 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. ხვიტარიძის ბრალდებიდან უშუალოდ პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულად არის ამოღებული პროკურორის თქმით. ხვიტარიძემ არ იცოდა, რომ მირიან ქავთარაძე პოლიციის თანამშრომელი იყო. მუხლის გადაკვალიფიცირების გამო დაცვის მხარემ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და საბას ხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარის განმარტებით ხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცველმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება თავის არეში მიიღო. საქმეში დაზრალებული სტატუსი თავად ხვიტარიძესაც აქვს მინიჭებული. ის დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. პეკინში ჩინეთ ევროკავშირის სამიტი გაიმართა. ჩინეთისა და ევროკავშირის ომხრივი ურთიერთობების დამყარების 51 წლის თავისადმი მიძღვნილ სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდნენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი და ჩინეთი მსოფლიო არენაზე მსხვილი ეკონომიკები და აქტორები არიან, რომლებმაც წესებზე დაფუძნებული წესრიგი უნდა დაიცვან და გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ანტონიო კოშტამ ჩინეთს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად. თავის მხრივ სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა ღიაობა და თანამშრომლობა უნდა შეინარჩუნონ და სათანადო გზებით უნდა გაუმკლავდნენ აზრთა სხვადასხვაობას. ჩინეთის ლიდერს იმედი აქვს, რომ ევროკავშირის სავაჭრო და საინვესტიციო ბაზარი ღიად არჩება და ევროკავშირის შემზღუდავი ეკონომიკური და სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებისგან თავს შეიკავებს. ასევე ხელშეუწყობს ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას ჩინური საწარმოებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ფუნქციონირებენ. სომხეთის პრემიერი რუს კოლეგას შეხვდა. განხილვის თემა იყო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ურთიერთობა. ფაშინიანისა და მიშუსტინის შეხვედრა რუსეთში გაიმართა, კერძოდ ალთაიში, სადაც გარემოს დაცვის საკითხებზე კონფერენცია ტარდება. სომხეთის მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ხელისუფლებასთან ეგრეთ წოდებულ ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკებებს კულისებს მიღმა მართავს. სომხური მედია წერს, რომ ეს არის ამერიკული ინიციატივა, რომელიც როგორც ჩანს მხარეებმა უკვე მიიღეს. კრემლში კი განმარტავენ, რომ ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის გარშემო სიტუაცია სომხეთის და აზერბაიჯანის სუვერენული საქმეა. მანამდე ესპანურმა გამოცემამ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით სომხეთი, აზერბაიჯანი და ამერიკა მემორანდუმზე შეთანხმდნენ, რომელიც ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის ამერიკული კომპანიის მხრიდან მართვას ითვალისწინებს. სომხეთის მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სიუნიუკის გავლით სატრანსპორტო მარშრუტის 99 წლით გადაცემას არ ადასტურებს. და ისე საქართველოს კახეთში ხილის წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან. ატმისა და ვაშლატამის კრეფა დაახლოებით 3 კვირაში უნდა დასრულდეს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროდუქციის დაბინავება და გადამუშავება. ფერმერები წინა წლებთან შედარებით ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებელზეც საუბრობენ. ბაღების გაშენებისა და წარმოების გაზრდის ხელშემწყობ მექანიზმებზე ადგილობრივებისგან დღეს ინფორმაცია რეგიონში ჩასულმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო. კახეთში ატმისა და ვაშლატამას კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. კურკოვანი ხილის კრეფა მაისიდან იწყება და აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდება. ყველაზე ხანგრძლივი პროცესი მოსავლის დაბინავებას ეთმობა. ვინაიდან ჯიშებისა და სიმწიფის გათვალისწინებით იკრიფება და სარეალიზაციოდ მზადდება. ფერმერები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებულად მაღალია მოსავლიანობა, რაც კარგ მოვლასთან ერთად კლიმატურმა პირობებმაც განსაზღვრა. მე მაგ მიმართულებას მივიდო, რომ ანუ რა ჯიშს და რა კულტურაც არის მოთხოვნა ბაზარზე, შესაძლოა ცდილობ რომ ის ჯიში გავაშენო. აქედან გამომდინარე, რადგან ესეთი მიმართულება გვაქვს აღებული, რეალიზაცია ჩვენ პირადად არ გვიჭირს. მე მაქვს ესეთი სურვილიც ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შევიდეთ, ან კალთის ქვეყნებში შევიდეთ. არა მარტო რუსეთის ბაზარზე რომ იყო წარმოდგენილი. ძალიან კარგი წელი არის, უნემობაც ხელი შეგვიწყო და კარგი მოსავალი მოგივიდა, სიტყვა არ აყოფილა. ჩაბარება კაი ფასი აქვს. ლარი და 80-დან 220-მდე მეწევობს 1 კილოგრამის ფასი. საკმარისი მეტი მაცივეების არის ჩამბარებული პროდუქტებია გახსნილი, რომლებიც იგარებენ ვაშლატამას და ატამს. ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების პროცესს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონყულაშვილი სოფელ გურჯაანში ფერმერ ნიკოლოზ გეთიაშვილის ბაღში გაეცნო. მინისტრმა ფერმერისგან წარმოების პროცესთან დაკავშირებულ საჭიროებებზე მოისმინა ინფორმაცია. მინისტრის განმარტებით სახელმწიფოს მხრიდან ბაღების გაშენების, ასევე სამაცივრო მეურნეობების და გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მხარდაჭერამ წარმოება გაზარდა, რაც პროპორციულად
გაისახა მოსახლეობის შემოსავლებზეც. ხილის დროულ დაბინავებას რეგიონში მოქმედი 50-მდე სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს, საიდანაც დასაწყობებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გადის. ამ სამაცივრე მეურნეობაში ვაშლეტამ და ატამი ინახება 400 ტონამდე. დასაქმებული არის 400-450 ადამიანი. რეალიზაცია ხდება სხვადასხვა ქვეყნებში, უმეტესად უკრაინაში, რუსეთში, პოლონეთში. დღის მდგომარეობით საქართველოსდან ექსპორტირებულია 16 მილიონი დოლარის ღირებულების, 13,000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა. ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტირებული ხილის მოცულობა წინა წელთან შედარებით 2%-ით, ხოლო პროდუქციის ღირებულება 8%-ითაა გაზრდილი. ატამი და ვაშლატამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია, შესაბამისად ადგილზე გავეცანით მოსავლის აღების პროცესს, მიმდინარეობს საკმაოდ კარგად ჩარშან ექსპორტირებული 26,000 ტონაზე მეტი წელს მოსავალს უფრო მეცველოდებით. მნიშვნელოვანი არის, რომ საშუალო ფასი სტაბილურია, საკმაოდ მაღალი საშუალო ფასი არის საექსპორტო მოსავალზე. სახელმწიფოს სწორი გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომ რეგიონში ფუნქციონირებს 50-მდე სამაცივრე მეურნეობა, სადაც დასაქმებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოგზავნებული მოსახლეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ატმის სავარაუდო საპარკო მოსავალი 40,000 ტონას აჭარბებს. ფერმერები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან. გეგმავენ, რომ მომავალი წლისთვის სახელმწიფო პროგრამებით და თანადაფინანსებით ისარგებლონ და ახალი ტექნიკა შეიძინონ, რაც მათ მოსავლიანობის კიდევ უფრო მეტად გაზრდაში დაეხმარებათ. შეთავაზება თბილისში რეგისტრირებულ და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მერის მიერ 3 წლის წინ დაწყებული პროგრამა ფართოვდება იმ სპორტულ კომპლექსებს, სადაც დედაქალაქში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ, ახალი ობიექტები დაემატება საუბარია. პარკეთილში მდებარე კომპლექსზე, სადაც 60 წელს გადაცილებულ პირებს საცურაუზებით და ფიტნეს დარბაზების სარგებლობას დაუფინანსებენ. მუნიციპალურ პროგრამას არასაკმარისად მიიჩნევენ სპეციალისტები, რომლებიც პროექტის არეალის გაფართოებას ითხოვენ. ამის გარეშე ცხოვრებას არ შევიძლია. მსახიობი დავით ხურცილავა ერთ-ერთია, ვინც თბილისის მერიის პროგრამით სპორტი უფროსი თაობისთვის სარგებლობს და საცურაუაუს ხშირად სტუმრობს. პროგრამა უკვე 3 წელია, რაც არსებობს და ამ სერვისით უკვე 60 წელს გადაცილებულმა ასობით პირმა ისარგებლა. რეგისტრაცია მარტივია. მთავარია მსურველი თბილისში იყოს რეგისტრირებული. მას სპორტ დარბაზში წარსადგენად დამატებით პირადობის მოწმობის ასლი და ჯანმრთელობის ცნობა დასჭირდება. მათ სრულიად უფასოდ შეუძლიათ, რომ საცურაუაუზით ან ფიტნეს დარბაზით ისარგებლონ. რა უნდა თქვა ეხა ადამიანმა კარგის გარდა ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მარტო სიცხეში, კიდე ზამთარში. ეს არის არაჩვეულებრივი რამ ეხა. საერთოდ ადამიანები იყოფიან მე ვსუძახთი მაგას, რომ ორ ნაწილად. მადლიერები და უმადურები რა. ეხა უმადური უნდა იყოს გაცილება ესეთი რამე ეხა რაღაცნაირად არ ჩათვალო და გაატარო გვერდზე. პირველ დღეს 100 მეტრი ვერ გავსულე და ეხა უკვე 9 კილომეტრზე მეც დავსურა, უკვე კარგა ხადია. შემოდიხარ და უკვე აი ძალიან ყველაფერი გავიწყდება. გავიწყდება პრობლემები, სტრესები, ჩვენი თაობის ხალხისთვის ძალიან მაგარია. იმ ხრივ რომ ძალიან ბევრი ქალბატონი გავეცანი, რომ ვერ ახერხებენ გამოსვლას. ყველას ვეუბნება, მიცით რა მაგარია და ძალიან ბევრი ჩემი რეკლამით მოვიდა. თბილისის მერიის პროგრამით ამ ეტაპზე 60 წელს გადაცილებული 1000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ამ პროგრამის მიზანია, რომ სპორტული სერვისები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს, განსაკუთრებით კი უფროსი თაობისთვის. პროგრამაში როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო სპორტული ცენტრებია ჩართული. თბილისის მერია გეგმავს, რომ ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალურ პროგრამაში ჩართული ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს. ამ ეტაპზე 1000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს აღნიშნული პროგრამით. გვაქვს როგორც მუნიციპალური, ისე კერძო სპორტული ცენტრები, პარტნიორი გახლავთ დაახლოებით 10-მდე პარტნიორი გვყავს, თუმცა მიდის მოლაპარაკებები, რომ გავზარდოთ მასშტაბი და რაოდენობა. ამისათვის მუნიციპალიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით ფინანსური ბიუჯეტის კუთხით იყოს კიდევ უფრო მზარდი და მუდმივად ურთიერთობთ მოქალაქეებთან, გვაქვს მათი მხრიდან ძალიან დადებითი შეფასებები და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანია, რომ მომავალშიც კიდევ უფრო გაიზარდოს მისი მასშტაბები და მხარდაჭერა. თბილისის მერიის პროგრამა პრევენციული ხასიათისაა და ის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მიაჩნიათ ჯანდაცვის ექსპერტებს. თეგის ვერულავას შეფასებით, მსგავსი პრევენცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რაც ჯანდაცვის სფეროზე დადებითად აისახება. მისი თქმით, მსგავსი პროგრამები უფრო მასშტაბური უნდა იყოს. ეს პროგრამა ხელს უწყობს ასაკოვანი მოსახლეობის
ფიზიკური აქტივობის ახალისებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ქრონიკული არაგადამდები დაავადებების და განსაკუთრებით ეს ეხება გულსიძახვა სისტემის დაავადებათა პრევენციას. ესეთი ინიციატივა ცხადია თავად მოსახლეობისათვის არის დადებითი და თავად ჯანდაცვის სისტემისათვისაც არის ხარჯ-ეფექტიანი. ვისურვებდი, რომ ეს პროგრამა იყოს არა მხოლოდ თბილისის დონეზე, არამედ ასევე ფართოდ რეგიონებში. 60 წელს გადაცილებული პირებისთვის უფასო პროგრამა მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაცია, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ხელი რეგიონებშიც აქტიურად შეეწყოს. მათი თქმით, ეს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანების ჯანმრთელ ცხოვრებასა და სოციალიზაციას, არამედ დაავადებების, გართულებების თავიდან აცილებას და პრევენციას შეუწყობს ხელს. ეს კი ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას თანხებს მნიშვნელოვნად დაუზოგავს. პრეზიდენტ ბაშოთა რუსთაველის სახელობის პრემიის და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა. მიხაილ ყაველაშვილმა მათ ეროვნული საქმის კეთებისთვის მადლობა გადაუხადა. ცერემონიას კულტურის მინისტრი, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის და ეროვნული პრემიის კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ნახართ პროფესიონალები და ურამჩეულიშვილს მოვიყვან მაგალითად ნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებული თბობაში დარწმუნებული ვარ რომ თქვენი სიამოვნება არის თვითონ ის შემოქმედება რასაც ქმნით ჩვენი ვალია რომ ყოველთვის დავაფასოთ სახელმწიფომ ხელისუფლებამ თქვენი ღვაწლი და არ გამოგჩეს არც ერთი ადამიანი ვინც თავის სფეროში ესე მოღვაწეობს უანგაროდ. მნიშვნელოვანია რომ ერთის მხრივ ეს უნიკალური კულტურა შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ განვავითაროთ. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებ. ჩვენ შევძლოთ, რომ ახალგაზრდებში ეს სიყვარული, ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ჩვენი ფოლკლორი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი მეცნიერება განვავითაროთ და შევაყვაროთ ისე, რომ ეს ახალი თაობა შემოვიდეს. დღეს გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ეროვნული თვითყოფადობის საკითხები დგას, როდესაც ამდენი გამოწვევაა, როდესაც ამდენი ჩასაფრებული ადამიანია, აი ეს სიკეთე და სინათლე უნდა წამოიწიოს და ეს ეროვნული ენერგია, რომელიც არის დაუნჯებული ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტად უნდა წარმოჩნდეს. ბატონო მიხეილ, არა მარტო ჩემი საზოგადოების დიდი მადლობა თქვენ ამ კეთილ საქმესთან, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ და საერთოდ იმ პირველ დაბიჯებთან, რაც თქვენს საგარეო ურთიერთობის საკითხებთან არის დაკავშირებული, რაც საკანონმდებლო საკითხებთან არის დაკავშირებული. პენიტენციარულ სისტემასთან თქვენი გამოცემული აქტები ეს დიდი საქმეა. ასეთი იყო დღის მთავარი თემები, მოამბის მთავარი გამოშვება ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.